მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით მომდევნო ვიდეოთი. ეს არის ჩემი მეორე ვიდეო ახალ არხზე და გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი, სადაც გვექნება გახსნები და ასევე ვითამაშებ კიდევაც 3000 ჯემი მაქვს, თამაშის ჯემი და ასევე მაქვს ექსტრა ტაიმის 5000 პოინტი შემიძლია რომ ვიშოვო და გავხსნი 1000-იანი იმებს, აი განახილეთ ხო? აი მეგობრებო, აი ამ გამას გავხსნი 5000 შემიძლია ვიშოვო თუ 5500 და მოკლედ ამას გავხსნი აუცილებლად 5 წელს ალბათ გავხსნი და მე ამას გავხსნი ალბათ აი ამას. ხო და მოკლედ თუ 5000-მდე შეგროვდება ამასაც გავხსნი რა. და მოკლედ თუ მოგეწონებათ ვიდეო დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. წინა ვიდეოზე 18 ნახვა ქონდა, მადლობას გიხდი. 18 ნახვა ჯერჯერობით კაია, დასაწყისისთვის 18 ნახვა კარგი არის და ბევრი და მაგარი გახსნები გელოდებათ წინ, ასე რომ გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო და ახლა მოდი ჯერ exchange-ებში შევალ და აქედან გადავცვლი აქ extra time tokens თოკენები რო ვიშოვო, უნდა ფეხბურთელები გადავცვალო პოინტებად, ამებს გადავცვლი, ლანგი კი არ მინდოდა, მაგრამ მაინც გადავცვლი. გახსნის 4500 რატო? ლანგი არ გადამიცვლია? ბოდიშიფტი, ლანგიც გადავცვალო, ბარემ. აი მოდი გადავცვლი ლანგსაც. აუს ლანგის მაგივრად დავაყენე მარკუს რაშფორდი და აქ არაფერი არ არის უკვე. ხო და ეხლა მოდი გადავიდეთ extra time-ში და დავიწყოთ გახსნა. extra time-ს ვისაც არ გიხსნის, მეც არ მიხსნის და მიხსნიდა და VPN-ი უნდა ჩავუტვირთოთ ნებისმიერი და დააყენოთ VPN-ი და ჩვეულებრივ შეხვალთ და აიღებთ პოინტებსაც და გადაცვლით კიდევაც და გახსნით ხოლმე რაღაცებს, ასე რომ იცოდეთ თუ არ იცოდით ეხა და მოდი დაველოდოთ შესვლას და დავიწყოთ გახსნები. ეს ასე პირველ რიგში დავიწყოთ ამის გახსნა და ვნახოთ რა დავარდება. აბა წავიდა, ოპა CD-მია მოვიდა დიდიო. მოდი ყველაზე მაღალიანი რაც არის, იმას ავიღებ, იმიტომ რომ ეს ეხა 1000 ეგირება. და გადავცვლი ჩავიდან კიდევ 1000-ში. შემდეგი კიდევ ავხსნათ, აბა ვნახოთ, აი ვინმე კარგი მინდა დავაყენო 100-იანი. აუ კაი. აი ამასავი, არა ამასავი. როდრიგეზი. ესპანელია და რა ვიცი, მაინც არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მაგას ავიღებ და მე გადავცვლი 1000 იმით თუ შემიძლია იმედი მაქვს 1000 ეგირება ეხა 6-იანი, წინასწრიანი ოას რო გადავცვალე და მადუეკე, კაი, მადუეკე სტრაიკერი. მადუეკეს ავიღებ, იმიტომ რომ ეს ვიცი რომ უეჭველი 1000-ია და 3000-იანის გელოდება წინ, ასე რომ ჩავჯექით ვიდეოს. და შემდეგის გავხსნათ და ერთი გადაგვრჩება ამის შემდეგ. ხო, აქაც უკვე არავინ წესია, ჯერჯერობით არავინ არ ამოსულა. მეკარე მინდა ერთი 100-იანი, აი მეკარე ძალიან კაი იქნება 100-იანი მეკარე რო ამოვიდეს. 100-იანი მეკარე ჩემ გულს ძალიან სჭირდება. 100-იანი სტრაიკერი ჯიმენეზი. აუ ეს თანხმობია. მექსიკელია, მე მგონი. ამას ავიღებ რა თქმა უნდა 100-იანია და მოკლედ ეხა გადავალ და ავიღებ ინბოქსებიდან ყველა ამ ფეხბურთელს. ესაც დავაჭრი და ეხა პაკიდან აქში და ამოვა ყველა ფეხბურთელი რაც კი მე დროვლების მე ავიღე და სულ ყველას ალბათ გადავცვლი არ ვიცი. იმიტომ რომ აბა ვნახოთ ADM-ი არის ყველაზე კაი აქედან. დანარჩენები ჯიმენეზიც კარგია, მაგრამ არ დავაყენებ ეხა აქედან. ლიმიტს არ მყავს თან და მოდი ეხა exchange-ებში გავუშვებ კიდევ 5000 იმედი მაქვს გადაიცვლება.
ჯიმენეზი იღებს მარტო ბიჭო მარ 5000 იღებს მარტო ჯიმენეზი ძმა ჩემი ვეღარ შვები ესე 4000 მიგროვდება და 500 მაგ limit reached რატო მიჭერს ამას 4100 ვერ გამომივა მაინცა მარტო ჯიმენეზი რო გადავცვალო რატო არ მისვლის ჯიმენეზი აი მაინც ამებს გადავცვლი ახლა მეკარეს გადავცვლი ეს რაც რაში მინდა არაფერში არ მჭირდება მეკარეს და 4500 გამიხდება 4100 და ჯიმენეს ვერ ვცვლი ლიმიტი არის ეთყობა 5000 და ვერ ვცვლი მოკლედ ახლა მოდი მექნება შემდეგი ვიდეოსთვის ესენი და მოდი გავხსნათ ახლა 3000-იანი პაკი მოკლედ ესეც ახლა გავხსნი 3000-იან პაკს და ვნახოთ იმედი მაქვს აქ ფეხბურთელს დავაგდებ ძალიან მინდა მეკარე დავაგდო ვინმე აუ რავი ესე მაგარი ფეხბურთელები არიან ძალიან რა ერთი 113-იანი რო დავაგდო 112-იანი 111-იანი 110-იანი მაგრამ გასწორებს ეს პირველი არაფერია და ეხლა ვნახოთ მეორეში რა დავარდება ძალიან მინდა აი ვინმე кай ფეხბურთელი აბა ვნახოთ მაგარია ალბათ აბა რა მაგარია მოკლედ მალე ძალიან გაჭედა ეს ისინიშანი არ ვიცი მაგრამ იმედი მაქვს რა ფეხბურთელების ისინი მიყენია პოზიციები ერთ-ერთი პოზიციის ფეხბურთელი დავარდება ვინმე კარგი ოპა აბა ვნახოთ იტალია გოლკიპერი აუ რიმიო და 109-იანი ბერნარდესჩი 80 რიმი არ ვიცი მყავ თუ არა 109-იანია და თან უალუეც არ აქვს რა მაღალი რა მაგრამ რავი თუ მყავ რიმი კაი იქნება ჩემი დაცვისთვის რიმი არ მყავს სამწუხაროდ ესეთ გუნდი მყავს მოკლედ მოდი რიმი არ მყავს და რა ვქნა მაგ ფეხბურთელს ისევ ექსჩენჯში ხო არ გავუშვა ეს ფეხბურთელის აიცა თუ გამომიჩენს აგერ ექსჩენჯში გავუშვებ აუ არ მიშვება რატო ეს ღირს 2500 საკმაოდ კაია მაშინ მაგრამ ჯიმენეზი ყველაზე კაი ყოფილა მოდი ახლა ერთი ხელით ვითამაშოთ უცებ 8 წუთი გავიდა რაც გახსნები და რაღაცეები დავატარეთ და ერთ ხელსაც შემოგთავაზებთ უცებ დავპაუზებ და დაგიბრუნდებით და არ დავეძებთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა რადგან დამწყები ვარ მაგრამ ნელ-ნელა მაგრამ მოვიხოდები და მაგარ ვიდეოებს დავდებ ხოლმე ეს ესე დავიწყე და მოთამაშეც იპოვა ის ვის წინააღმდეგაც ვითამაშებ მე და იმედი მაქვს ვინმე ძლიერი ოპონენტი შემხვდება რო კარგად ვეთამაშო და არ ვიცი ძლიერი შემხვდება ეხლა აბა ვნახოთ თავის გუნდის სტატისტიკები რა თქმა უნდა ძალიან კარგია ჩემზე მაღალი არის 109 მაქვს მე 114 ანუ სტატისტიკებში მჯობნის რა მაგრამ მაგას მნიშვნელობა დიდი არ აქვს და ეს ასე მატჩიც იწყება სამწუხაროდ ესპანეთთან როგორ წავაგეთ საჯი მწვრთნელი არის ჩვენი გუნდის შესასვლელი აუცილებლად ნუ აქ ერთი გოლი გამიტანა და მაგიტომაც არ ჩავსვი მეც ვიყავი გოლთან ახლოს მაგრამ ერთი გოლი გამიტანა აქ და არა უშოს არ მოვკაჩაო არა უშოს ეხლა უნდა დავიწყო ძალიან კარგი შეტევების განხორციელება აუ ჩამიჭრა ბურთი დაცვაში კარგად მოვითამაშო მაგრამ ძალიან მარტივად მიზრება დაცვაში თან ეხა გავხურებლად თამაშობ ერთხელს და ნუ არ ვიცი დიდად მოვგებ თუ არა მაგრამ არა ეხა არა ძალიან სულად ვითამაში და თვითონაც გამოიყენა ეს შანსი და გამიტანა გოლი
კაროჩე, მალე რა. მეორებენ თავის გოლს. ძალიან ცუდად ვითამაში. მივეცი გოლის გატანის შანსი. ეხლა უნდა ცოტა ავიდე და უნდა ვეთამაშო ცოტა წინ, თორე თვითონ დამაჯდება და გოლს გამიტანს მარტივად ძალიან. გოლებს გამიტანს უბრალოდ გოლს კი არა. მიდი არა კიდე ამან მოიგო ბურთი, აი სტატისტიკებიც ის არის რა. თავისი როა უფრო მეტი მაგას მოგება აქვს და რავი მეტი თამაში ვნახოთ რა მოხდება. აი სულ თვითონაა შეტევაში. ვნახოთ ეხლა რას ვიზავ მე აგერ. მაგრამ ნუ ცოტა არაზუსტი პასი გააკეთა და მე მომივიდა ეს ბურთი რიჩარლისონს გადავაწოდი და პირველ ტაიმი დამთავრდა და ის იწყებს ეხლა. წინაზე მე დავიწყე და ეხლა ეს დაიწყებს. ცოტა თან არ ვარ თამაში კონცენტრირებული და ეს ასე დაიწყო გაათამაშა ბურთი მარადონაზე და ვალვერდე და კაროჩე ბურთს ათამაშებს თავის ნახევარზე. ჯერჯერობით არ მოიწია, მეც ავდივარ პრესინგზე, რა თქმა უნდა, რომ ეხლა პრესინგი საჭირო არის ერთ-ერთი თამაშის დროს და ეხლა აქ ცოტა გამიჭედა და შეიძლება გოლის გამივიდეს. ტეო, აი ეხლა უფრო ვეღარ თითქოს უფრო კარგად გევარ დასვაში, მაგრამ ნახოთ ეხლა თუ გამირღვია დაცვის ისინი ვერ დაარტყა კარებში და კიდე ჩემმა მცველმა კარგად ითამაშა. არა, ეხლა ძალიან ცოტა მიჭედავს და ამოვიჭე დეკლარ რაისით, ბაკაიოკო წინ გავიჭრები და გადამიღო ბურთი. ძალიან ის არის რა, კაი მოწინააღმდეგე. ახლა თავისიანთან გაითამაშა ბურთი და ნუ იგივე ის არის სცენარი. თვითონ აქვს ბურთი. მარადონა და ვალვერდესთან ისევ მარადონა ვალვერდეს ითამაშებს სულ. ახაც გამიძრა. აბარა, ძალიან კარგად ჩავჭერი, ეხლა ძალიან კარგად ტექნიკურად ვითამაშე და აქ უკვე რიჩარლისონ პასს ვაკეთებ ბაკაიოკოზე, ის ვატყუებ გულიტით პასს ვაკეთებ რიჩარლისონზე, გულიტი წინ გავუშვი, მაგრამ ნუ იმის ფეხბურთელები სწრაფები არიან და მეწევიან და ამართვა ძალიან მარტივად. იმედი მაქვს ეხლა კარგად ვითამაშებ და შევტევ, მაგრამ ძალიან ცოტა დარჩა და ორ გოლს ვერ გავუტან, ძალიან მცირე დრო დარჩა. აქამდე შანსი მომეცა. ბაკაიოკოთი არა, ისევ წამართვა ბურთი. და ისევ თვითონ არის შეტევაში. სუკერ აწერია თავის ფეხბურთელს არა დაარტყა გოლია. მოწინააღმდეგენ გამანადგურა ეს ავი კონცენტრირებული თამაში. მოდი აღარ გალოდინებ და ეს ასე მორჩება ეხლა თამაში. გავოთამაშებ და всё რა, სამით უნდა მომიგო. სამწუხაროდ თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ და გამოიწერეთ არხი. შევხვდებით მომდევნო ვიდეოში და ასევე ძალიან კარგი კონტენტი შემოგთავაზებთ ხოლმე და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა, რადგან არხს დაეხმაროთ განვითარებაში. მომავალ შეხვედრამდე დროებით.